ვაიმე ანუ აქამდე ვწდები დავჭდები და ისე დავიწყოთ რა მე შუალ ოთახში ეხა დავალაგეთ მე და ნანი მოთახი ისეც იქითაც მოკლედ ყველა ოთახი გამოვწვიდეთ მე გავაწვიდე და ნიმტრებზე დამდევდა რა გაკეთდა ეხლა თითქმის რომ შეხედოთ ეხა არაფერი მაგრამ ყველაზე კაი ეხა გაკეთდა რა და მე მგონი ერთი ხელის მოსმაღად სჭირდება აი ისინი გაკეთდა ხალხო ფანჯრის კიდეები აი ეს რკინები რა რაც არის აი ეს გაკეთდა ორივე ფანჯარაზე და კარებიც აი ესეთი ოთხკუთხედში ჩაისვა და ნუ აი ისიც გაიშპაკლა ეს აკეთები ხომ ზათა უკვე რა ერთი დღეც ანუ გუშინე ქიმა რომ მითხრა მაქსიმუმ ერთი კვირა მომიციაო რომ იყვნენ ორ მაგიძალით შეუდგა ლაშა კი შემეცოდა ეხლა აქ მორჩა და სამს იქ წავიდნენ სამსახურში სადაც სახლს არემონტებენ კარგად დაიყალე ეს ატრიბუტები აქ გჭირდება ეს არის მტვერსასრუტი იმისი შკურკისთან და შკურკავს თან მტვერსასრუტი აქ ნუ იმტვერება მაგრამ მაინც რა შედარება აი ეს თეთრი ბუნგალი არის ესე იგი რომელია საათი დედა 7:15 წუთია და აი ხა ჩემ მაგარქალობას განახებთ დაბლიდან ეხა ამოველი რომ დავალაგეთ ჯერ ისედაც ლაშა რომ მუშაობს ხოლმე ვცდილობთ რომ არ ვიარო რომ არ შევიდეს ყველა ოთახში მტვერი იმიტომ რომ გამოკეტილი გვა ყველა ოთახი მიუხედავად იმისა მაინც ვალაგებ და ვწმენდავ და ყველა ოთახი გამოვწვით არ მოძრაობთ ხოლმე რა თან დღეს ნანის დაბადების დღეა ლიანა ყავდა ნანის და დაბლა ვიყავი ჯუჯუկეთ რაღაცა და მოკლედ ეზოში ვიყავი ძირითადად ეხლა ზანა ბიზნეს საჭიროა შეჭამს და ყავაზე ჩავალ მინდა რომ საწოლი ავალაგო ხალხო 7 საათზე და თან განახოთ კამოდი ოღონდის აუცილებლად დღეს ჩავალაგებ ტანსაცმელს საოცრება უნდა განახოთ ჩემს ოთახში რა ხდება აი არ ვიცი დღეს ეს უნდა დავალაგო სულ რომ მოუკვდე და გავფარჩხო ფეხები ეს უნდა დავალაგო აქედან განახებთ ეს საგიჟია აი საგიჟე ეს უნდა დალაგდეს არ ვიცი როგორ მაგრამ ოღონდ მეხალისება და რატო იმიტომ რომ აი ეს 1-2 ჩადა ეს საუთოებლებია და მას მივხედავ აი ეს სენი სუალაგდება აწკრიალდება და სად ჩაიდება განახოთ ჩემი კამოდი ეს აქ არის გავაგოროთ სადაც დაეტევა მტვერსასრუტით ცოტა ხანი გადავდოთ აი ესე ვალაგებ ყველაფერს იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვტევდი მაგრამ ეხლა დავტევ რადგან ძალიან კაი ფერია და ამ ფერს დავაკვირდით და ამას ეხა ერთნაირებია ოღონდ ეს ცოტა პრიალა ის მატოვია ნახეთ რა სიმაღლეა ხალხო ძალიან მაღალია და ძალიან ტევადია აქვს 5 უჯრა საკმაოდ დიდი უჯრები და საკმაოდ კარგად მოძრაობენ ანუ აი ფართია ძალიან მაგარი რა აქაც და ეს მინდოდა რომ აი ამაში მინდა რომ აი ზამთრის ტანსაცმელის დავტიო აი ქრუალაგია 2 ჩანთა და აი პამპერს და ეგეთი რაღაცები დავდო რა მოკლედ რაღაცნაირად უნდა მოვახერხო ხო გაწმენდილია გასვთა ყველაფერი დაწმენდი უბრალოდ უნდა ეს ყველაფერი ხა ავალაგო ხო და ამოველი მაგიტო რომ საწოლი ავალაგო მეთქი საწოლი ალაგებული მქონდა მაგრამ სანავლაშა და იმას იზავდა დაამთავრე და ცოტა გადამჩაუდი ისა შემიტყვა დავწექი გადი დიაგონალზე სულ ვიწექი ხო და
უბრალოდ გადავასწორებ, გადავაფერ, რა უნდა წამები უნდა ხო. იმიტომ ამბობ, რო ავდგები, მაშინ მე თუ არ გავაკეთე, მე ის არის, ვერა კარგად ადგა, საწოლზე ადგახართ. ანუ მე всё, ვერ ამოვა, ანუ არ არსებობს, ვერ ამოვდივარ. იმიტომ რომ დაბლად საქმე იყო. თამლაშა რომ მუშაობდა, არ შემოვდიოდი. გამოვიდა ისე, რომ დავჭი და შემოვჭი დაბლა. ახლა უცბად ამას ავალაგებ და მოგიყვებით გუშინდელ ამბებს და მე ჩავალ ბიძიდასთან და დავლევ ყავას. და აი მე ამოვალ ყავით გაჟღენთილი და ვეცემი საქმეს. რა შეიძლება ჩემ ფეხს ხარხნო. ისე კარგად მაქვს დაწიფლებული და თქვენ ერთ-ერთმა დამიწერეთ რომ ან კრაზან ან ფუტკარი იქნება. იცი რა მახსოვს? რომ მივდიოდი რომ კარები დამეკეტა საქათმეში. წყალი მომეც უწარა იქ ქვაბში ტაშში ხო წყალი უსხეთ რაღაცა და ხელი ჩამოვისვი რა და მან დრო მივედი ანუ ხელი რაზეც ჩამოვისვი მრგვალი შავი მახსოვს ანუ სავარაუდოდ თავი ან კრაზანის არის ფუტკარის არა უფრო კრაზანა მგონია და იმიტომ რომ კრაზანა ხო იცის უცბად იცის მივარდა და ფუტკარი იმიტომ არ მგონია რომ ნექტარი შეგნით მექნებოდა მაშინ და არ მაქვს შეგნით არაფერი იმიტომ რომ მართლა დავათვალიერე ყველაფერი სავარაუდოდ იყო კრაზანა და ეტყობა რაღაცა უცბად მოძრაობაში თავი მოვაძრე. ანუ მრგვალი მახსოვს რომ მრგვალზე ესე ჩამოვკარი ხელი და მე ტალახის ის მეგონა იმ წუთას ვერ ვიგრძენი ის რა. და რო გამოვალ დავხედე ეს წერტილი რა არის თქონა? არა უშორა. კრაზანის ნაკმენის ხრივ ამტანი ვარ ძალიან. არც პირველია და არც უკანას კნები. ბავშვობაში რაც ჩემთვის ფუტკრებს უკმენიათ. იმიტომ რომ თამაშობდით ხოლმე ჩემი ზობელთან. იმათ ყავდათ ფუტკრები და ხშირად იმ ადგილას გავირბენდით ხოლმე რა და ეს არის. ხო იცი გაქცეულს რომ უარეს უშვებიან. ხო და ალერგიული არ ვარ ასე რომ მოსულა რა ეგ ამბავი. მადლობა ნანის დაბადების დღის მილოცვისთვის ხალხნებო გაიხარეთ თქვენ გადავცემ ნანის აუცილებლად თქვენს მილოცვას ეს თეთრი მაგიდაც ავაბინაოთ მაგ შესაფუთი მასალარითაც უნდა და შეცვლას მე ხო იცით ავეჯის გადანაცვლების გიჟი ვარ შეცვლას ვაპირებ ავეჯის და სავარაუდოდ მაგ ყველაფერში იყო და მეხმარება აი მე რა კარგად გახართ აქ სერიოზულად აი ყვავილების გატანაც მინდა მაგრამ სად დავდგა არ ვიცი გავიდა კარგად დუშით გავრეცხავ მოვწყავ ვიცით რომ ელოდებოდით ამ ვიდეოს და არა მქონდა უფლება რომ დამზარებოდა ამიტომ ჩავწეროთ კაცო თან ხო შევწვიდით კამოც განახებთ მე ხო კამოჩი მივეცი 350 ლარი იყო ისინი საბავშვოებიც აი რომ მომწერე ნანა დაიდან მომწერა აი სპეციალური გამოსაცვლელი ისა ეგეთიც არ მინდოდა რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო აი ნახე კარგად დგა მაგცურათი ძალიან მომწონს ხო და იყო იცი როგორი აქეთ რო უჯრა და შუაში ესეცია ოღონდ რო ახდი სარკეა მე ხო ტრილიაჟი არ მინდოდა მე მინდოდა მაქსიმალურად სათავსო და იდეალური იყო ეს რო ნახე და მაიმადლობა შენ იმიტომ რომ შენ მიმასწავლე მან კი ვიცოდი რომ რაღაც მაგრამ აი ვაფშე ვერ ვიფიქრებდი რომ იქ მივიდოდი და კამოც ვიყიდდი უფრო მე ჰუალინგისკენ ვფიქრობდი აი ასე მოდი ხა ჩამოვждეთ სადმე
სადაც შეიძლება რომ ჩამოვჭიდეთ, იმიტომ რომ საგიჟე მაგ და დალაგდება არა უშავს. აი ესე. და მოვყვეთ. აუ. ვიათო კაფედი. მენთოლის კავა ჯერნა გაწოწუნდა. ჯერნა გავწოწუნო? ანუ გაწოწნის კაიშიც კაია, მაგრამ გაწოწნით. გადაყლაპით. მოჩა პაპა ჭამას. სეზონს. ხო, ეხლა ჩამოვალ და ყავაც დავლიოთ. ჭამე მიდი ხო? მოკლედ, გუშინ წავედით ექიმთან. მე ნინო იონა და ლაშა. ძალიან სწრაფად შევედი, იმიტომ რომ ვიყავი ჩაწერილი. მე ვისთანაც ვიღებდი ხოლმე ის გოგო არ იყო ეხოსკოპისტი, სხვა იყო. ძალიან კაი ადამიანი იყო. სახელი და გვარი აღარ მახსოვს საწუხაროდ. მე მაგაში ძალიან მოვიკოჭლებ, რომ სახელი და გვარი მწუთას დავიმახსოვრო. ლაშამ კი უთხრა დელეგაციით ვართ მოსულიო პირველად ვარ. ანუ ნინო და ლაშა პირველად ესწრებოდნენ ეხოსკოპიას და მაგიტო უფრო წამოვიდრე რომ ისა შემდეგი ეხოსკოპია, არა, ბოლო ეხოსკოპია არის, რაც მე მეკუთვნოდა უფასოდ. ხო და იმათზეც მე-6 ვიზიტები იყო ყველასი ბოლო. რა სამყო მობძანდითო რაღაცაო მოკლედ ძალიან თბილად, კარგად და დაუზარელად აუხსნა ლაშას მონიტორზე ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. შვენივრად. უბრალოდ დიდია ბავშვი და ერთიანად სურათშიო, კაი სურათი არ გამოვაო და შეძლების დაგვარად გადაიღო, ოღონდ მართლა სასაცილოდ და მახინჯურად ჩანს აქ. ძალიან სასაცილოდ. ახე ცხვირი ჩანს სასაცილოდ, რომელიც ეგეთი არ არის. აქ ესეთი ცხვირი. აქ დიდი ტუჩები, ხელი ჰქონდა ესე და ეს ტუჩებს დიდ ტუჩებს ამოძრავე, დაფაცო და სჭავსო. ვერ გააღვიძა ვერაფრით. ეს მძინარე ესა 2000-მაცია 200 მეუთხარი ეძინოს დაჰანებე თავი. ამ წამს დაიძინა მეთქი. აი ესე და ხო აი სუხოვიმას ვამბობ, საშილად მოძრაობს, საშილად რა საყვარლად მოძრაობს. ორადორი არა, უბრალოდ ნახე, რა გენატრება ამას წინა დამიწერეს, აი ფეხმძიმებლის მუცელზე წოლა ხალხო. მე რომ მუცელზე მიყვარს წოლა, მთელი ღამე ასე მაგ ბალიში ხელში ყოფილი და უბრალოდ თავს ვამოძრავებ, თორემ წევარ, ხო? რა დედალა, და გარეთ რო დადის? არა, კაცო იყო, საჭმელი გადაუყარე ქერი. ხო და ეგ მენატრება. და რა მომენატრება? აი ის შეგრძნება. მოძრაობს. თან ხო, აი ის კი არა რომ იმ წინა სამი და მავიწყდა, ეს მართლა სულ მოძრაობს და ეს მომენატრება. რატო ხა ისე თუ ნუ მომენატრება რომ მე-5-ზე ვიფიქრო, მაგრამ მეცნება ყველაფერი მოკლედ. არასოდეს თქვა, არასოდეს. ასე რომ მაგ თემას არ ვეხები. ხო და რას ვამბობდი? რაღაც ვამბობდი და მოვიწე. ხო, ეხოსკოპია რო გავიკეთე. გამოვიდი და პირდაპირ თიასთან გადამამისამართა ამ გოგომ, ძალიან ტკბილად და თბილად დაგვიმშვიდობა მოკლედ და რავი, იდეალურად არის ყველაფერი. 37 კვირის ვარ. ანუ ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაო, ბავშვი იმდენად დიდიაო, იმდენად მზად არისო და იმდენად კაი მდგომარეობაშიო, ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ აღარ უნდა მუცელში ყოფნაო, მოკლედ, მაგრამ მაქსიმუმ 1 კვირა მომიციაო. მაქსიმუმ. იმიტომ რომ დიდი ბავშვია. თეამ რო დახედა ამას და დაინახა 3 და 400. ხოდები ესე. იოანე იყო, ნინო იყო 3 და 100, ბარბარე იყო 3 და 300, იოანე იყო 3 და 600, ანუ სავარაუდოდ იოანეს გადაუსწრებს. საკმაოდ დიდი ბავშვია. ყველაფერი ძალიან კარგად არის. ყველაფერი არის, აი იდეალურად. ასე რომ მაქსიმუმ 1 კვირა მომცა მოკლედ. ისიც თუ აი რა ვიცი, ეს რემონტი რამდენად გამიქაჩავს. ბუზები შემოვიდნენ, ხარხნულ კარები ჰქონდა, ლაშას ღია და
ეხლა მე ფარდას გავწევ, რომ აი ბადესთან მივიდნენ და მე იქიდან ადვილად უყრი ხოლმე. აი ეს. ბადესთან რომ მივიდე მე ვაღებ და ჰაიდა. ხო და ერთ სიტყვით ხალხნო. აი მასე. ყველაფერი არის კარგად და იდეალურად. ვიზიტი მეკუთვნის მეგონი 10-მდე კიდე ერთი, ოღონდ უკვე მარტო ანალიზები. არ ვიცი რამდენად მოხერხდება მეშვიდე ვიზიტი. თუ არა და მართლა მზად ხო წინაზე გავამზადე ყველაფერი მზად მაქვს აბსოლუტურად რომ მოკიდო ხელ და გაიქცე. ყველაფერი ვიყიდე. კამოდი მინდოდა ერთი რაზეც ნერვიულობდი რომ ვერ ვასწრებ ჩალაგებას თქო და თავი მომაჭერით ხვალინდელ ვიდეოში რომ მოგესალმოთ და სახლი ოთახი მქონდეს საღორესავით. აქედან არა ცოტა ქვემოდან შეიძლება აქტივნოლი. უნდა ეხა წავალ ყავასთან, ავალ ბიძინასთან ერთად. ამოვალ და გავაგრძელებ რამე რუმეებს. ტუნბოს გადმოტანა მინდა აქეთ. ამის ესე დატრიალება მინდა ტრილიაჟის რომ მაქსიმალურად მოვიგო ფართი. იმიტომ რომ ჭირდება ფართის მოგება. მტვერსასრუტის შენახვას ვაპირებ. უბრალოდ ჯერ არ შევინახავ, რადგან მტვერსასრუტით უნდა ავასუფთავო მთელი ტახტები ისინი კრესლოები, ანუ კი ყოველდღიურად სუფთავდება, გარეთ რაც მაქვს ისიც ხო ასე თუ ისე იმტვერება გადაფარებული კი მაქვს, მაგრამ მაინც. ხო და აი მაგის მერე ჩავაბინავებ და ჩავალაგებ, გავწმინდავ და ჯერჯერობით თვერსასრუტი აღარ მინდა, იმიტომ რომ ჯერ ის რომ ხალიჩას აღარ ვდებ, რისთვისაც პირველ რიგში ვიყიდე ეგ. და მეორე ის რომ საკმაოდ დიდი ხმა აქვს და არ ამგონია გაბრიელს მოეწონოს. ასე რომ შევინახავ. ეგრე. რაც შეეხება საუთოებელისთვის მინდა გამოვნახო ხოლმე, მგონია აი კედელთან უფრო რომ სულ ხელში ანუ ვერ დავკეცავ ამას, შანსი არ არის და აი დაკეცეო, შედგიო, შედეო რაღაცაო. აი ნახეთ ან აქ როგორი ადგილი ან თავისუფლად შეიძლება დავკეცო და ავაყუდო სიტყვაზე, მაგრამ დღეში 100 ჯერ მომიწევს გაშლა, ანუ ჩემთან საუთოებელს უგაშლილი. ერთ-ერთი კომენტარი იყო კიდე რომ ეს რემონტი გიყვარსო, კაი, გიყვარსო ეს რაღაცეებიო და აივანზე ერთი პატარა ოთახი ააშენეო საუთოებელისთვის, გარდირობის ოთახი. ხო და ანუ რემონტი კი არ მიყვარს ხალხს, არა როგორ არის რაღაცა რემონტი როგორ არ მიყვარს, მაგრამ იმიტომ ხوار ვაკეთებ სიტყვაზე რომ აი ეხა მოდი წელს ეშპარიელი აღარ მომწონს და ხოლ სხვას გავაკეთებ. მაგისთვის არ გავუკეთებია რა. საჭირო იყო სიცივეს ვერ მაშვებოდით, შემოდიოდა ვიჭერდით და სითბოს ვერ ვიჭერდით, გადიოდა. ხო და რაც შეეხება გარეთ პლოშადკაზე რამის ამოშენებას, სამომავლოდ გვაქვს გეგმაში, ოღონდ არა გარდირობის ოთახი და არა ბლაბლაბლეები. სამზარეულო და ესეთი ყოველდღიური ოთახის გაკეთებას ვაპირებთ, მაგრამ არც ეგ არ არის ადგილი. იმიტომ რომ თვითონ ეგ პლოშადკა, რომელზეც ეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, არის ჩასანგრევი, ანუ ახალი უნდა ჩაესხას, ეგეც. ასე რომ ეგეთ რაღაცებში მოგვანდეთ ჩვენ ვიზავთ, ოღონდ ეტაპობრივად. აი ასე და ამგვარ. მოკლედ, აი ესეთი დასალაგებელი რომ აქვს ხოლმე, ოღონდ აი ესეთი დასალაგებელი რომ ეს რაღაცა უნდა ავიღო, რაღაცა და სასიამოვნოთ უნდა ჩავაბინაო პატარას რაღაცეები იმაში, ესეთი ისინი მომწონს და მე კიდე სასიამოვნო დაღლილი რომ გადახედავ შენს ნახელავს, როგორ კარგად გამოიყურება. ეხლა რადგან ბიძინაც აქ არის. მე რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეზე ვიყავ, იქ ნახე საოცრად დიდი ბარაქის ხე, საოცრად პატარა ქოთანში. ხო და ჩემ ბარაქის ხის გადატანას ვაპირებ პატარა ქოთანში. რაშიც დავეხმარებ იოანეს და ბიძინას.
და ვფიქრობ, რომ ბარაქის ხე სადმე დავაკონციალო, იმიტომ რომ პლოშეტკაზე არ მოწონს. აქვე შემოვიტან, ესენიც უნდა გავიტანო, სადმე შემოვიტან. ვფიქრობ, პლოშეტკის ქვეშ ჩავიტან, იქ დავდგა. ნუ გეგმები მაქვს დიდი. და არის 7:25. კაი 7 საათამდე ვის რაღაც წუთამდე მე და ბიძინა წავუყავებთ. მაგრამ თვითონ მოვასწრებ მერე. აბა შორი რას ამწერ? რას მწერ? ადამიანი ტიპებით საშუალო შეცდომის შემდეგ გააკეთე. ხათურა ზარ. ახლა ინგლისურის პასუხები არ დაიდო. არა და დღეს უნდა დადებულიყო და ველოდებით. ვაიმე, ინგლისურის პასუხები კი არა, ის გაიგეთ დაფინანსებაზე, ახალი რამე როა, აი ამაზეც ვიტყვი და წავალუწოთ. ანუ დაფინანსებას ვთქვათ, ღირს სიტყვაზე ვიტყვი 200 ლარი. ვინ გაგიშვება? 2000 ლარი სიტყვაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი, აი გპი ვთქვათ. სახელმწიფოზე რა, ნუ ადაკონკრეტებ. ნახე, გიფინანსებენ 1000, ანუ 50% დაგიფინანსებენ და დანარჩენი 50%. ანუ ის რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უფასოა რაღაცა თურმე. ეხლა გამოიკვეთ, აი უკვე ნახე, აი რა ისინი არიან. ანუ დაგიფინანსებენ 1000 და ის 1000 შენ აკადემიურ მოსწრებაზე და შენს სწავლა განათლებაზე იქნება დამოკიდებული თუ კარგად ისე დაგიფინანსებენ. კაი, ანუ ცუდი არ არის. ანუ მოსწავლე სტუდენტი თავის თავზე იქნება დამოკიდებული, მეტად პროდუქტიული იყოს, მეტად ისწავლოს, მეტად აკადემიური მოსწრება ჰქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემები აღარ არის ეკავს, რომელი მოკლედ არ ვიცი. ხო და ცუდი არ არის რაღაც მხრივ. მაგრამ შეკაი დედმამიშვილო, როდესაც ეს კანონი თქვი, რომ ესე უნდა იყოს და უფასო უნდა იყოსო. მაშინ გეთქვა. იმიტომ რომ კერძო სასწავლებლები ახლა იწყებენ შიდა დაფინანსებას, ანუ გრანტებით და იმეებით დაიწყებენ, რომ თვითონ სასწავლებელმა აუნაზღაუროს ბავშვს ის სწავლა, ის რაღაცა. აჰა, გამოელი გაწოდა, არი მეთამაშებიან. ხო და მაგას ვამხანო. იქვე თქვი, მაგ კანონს როცა ფიქრობ, რომ უფასო უნდა იყოს და რაღაცა და იქვე თქვი, რომ უფასო იქნება ოღონდ ბავშვი თუ იქნება კარგად ისწავლის რაღაცა. კაია, ცუდი არ არის, იმას არ ვამბობ. ღმერთო ჩემო, ყველა რეკავს. ერთი წამით. ხო და მაგას ვამბობ, ანუ პრობლემა კი არ არის, რომ ვაი და რაღაცა, კაი არის. რომ ჩემ თავზე ვიქნები დამოკიდებული, რამდენად ოჯახს გადავახტევინებ და კაია იმ ხრივ, რომ მეტად მოტივირებული ვიქნები, რა სიტყვას ვიტყვი, რომ ვისწავლო. მაგრამ შედალოცვილო, სადაც თქვი, რომ უფასო იქნებოდა, ესეც თქვი, რომ 50% დაგიფინანსებთ, მაგრამ თუ მაგარი ბავშვი იქნები და მაგარი მოსწავლე იქნები, ესე იგი 100 დაგიფინანსებ. რა გიშლის, რომ ეგ თუ გაგეგმაში რომ თქვა. იმიტომ რომ წეღადაც თქვი, სახელმწიფო უნივერსიტეტებიც იწყებენ სხვადასხვა რაღაცებს, კერძო უნივერსიტეტები, რომ გრანტების ხრი მეტად ისინი იყვნენ ბავშვები, რომ მაგრები, რომ მოიპოვონ გრანტი, შიდა გრანტები, შიდა დაფინანსებები. არ შეიძლება ეს რა. თქვი, შედალოცილო. კარტოფილი გიდევ პიში? ის თუ თქვი, ესეც თქვი, რომ იცოდე. იმიტომ რომ ცუდ დღეშია ეხა ხალხი. არ ვიცი. თქვი, მაგას ვამბობ, კაია. სიტყვაზე ვამბობ, კაია, მაგრამ უფრო კაია არის, რომ თავში გწოდნო და იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ ბავშვი მაგალითად იმიტომ აბარებს, აი ავიღოთ ის, კაი, ვიც მაგრები არიან და რაღაცა და ისწავლიან, კიდე კაი არ ებუქრებათ რაღაცები, მაგრამ აი არის ბავშვი, რომელსაც უნდა რაღაცა, არის საშუალო დონის ბავშვი, საშუალო დონეზე გადალახა ისიც, მაგრამ მოხვდა ამ სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ იქ ვერ ქაჩავს, რომ ასიანები მიიღოს რა, ანუ არ არის, მაგრამ მისდევს იმ თავის კარგად, საშუალო დონეზე.
და იმიტომ ჩააბარა რომ იცოდა რომ უფასო იყო და ოჯახს არ ქონდა საშუალება. ეხლა რომ მაგას ეუბნები რა გააკეთოს? რომ სიტყვაზე ის თავის საშუალო დონის სწავლა, ის კი არა რომ მოუმატოს და თუ უნდა რომ რაღაცა მოუმატოს და ის ხო არიან ხალხი რომ საშუალო დონის ისინი ხო არიან რომ არ შეუძლიათ ეხლა მოკალი მიდი დააჭირებ ეხი რომ მიდი მოუმატე რომ 100%-იანი ის აიღო. ხო ცოდოები არიან. ამ ოჯახებზე უფიქრიათ საერთოდ. თორე რატო არა, კაი არა ყველა მაგარი ხო არ არის, ყველა ის ვიღაცა ხო საშუალო დონეზე მიდიოდა რა. და საშუალო დონეზე უნდა რომ ის ისწავლოს. ის ხელობა იქნება, ის რაღაცა ხო არის ხარ რომ ყველა ვერ ეთამაშება ამ ინგლისურებს და მათემატიკებს და სხვადასხვა საგნებს და ქიმია ბიოლოგიებს, ხო? ცუდია იქ. როცა იმას ამბობ, ისიც უნდა თქვა. ესე უკვე ერთი კვირა როა სწავლასთან დარჩენილი და იმას უკეთებ, ძალიან ბევრ ოჯახს დაარტყავს. ბევრს კი არა, 99%-ს. ელემენტარული რომ გამოთვალო თან ის დრო ხო არ არის, ხა მე რო ვსწავლობდი ხოლმე, ასე მქონდა გათვლილი. 1 ლარი იყო მარშრუტკა, წადი, 1 ლარი მოდი. 2 ლარი მინდოდა მარშრუტკა. ისიც ხან შემნათესავთან რჩებოდი, მაგის გამო არ მიყვარდა საშინად თბილისში დარჩენა. ოღონდ იმიტომ კი არ ვარ ძალიან მიყვარს ეს ხალხი. აი დღემდე არიან ჩემი ისინი რა, აი ბაბოს მხარე უფრო, აი მამა ჩემის, აი იმიტომ რომ სუმისვლა მოსვლა და რაღაცა ისე ქონა, აი ბაბოს დეიდაშვილთან რჩებოდი. წარმოიდგინეთ. დღემდე აი ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მაგრამ თვითონ ხო იცით ჩემი დამოკიდებულებას თბილისის სახლის მიმართ, აი კვირას მივდიოდი, პარასკევს მოვდიოდი. მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც მივდიოდი ესე, ხო? და ესე მქონდა გათვლილი, 1 ლარი წადი, 1 ლარი მოდი, 20 თეთრი 1 ჟეტონი, წადი და 2 და 50 მინდოდა, 10 თეთრი მრჩებოდა თან. ერთ დღეს ხან ისე მქონდა ეს 2 და 50 რომ გული რო წამსვლოდა რომ საჭმელი მდომებოდა, ვერ ვიყიდდი. იმიტომ რომ კვირის ფული მქონდა გათვლილი. ჭირდა მაშინ. სხვიმე ხანი. ეხა წარმოვიდეთ რა ღირს ჯერ მარტო გზა. 3 ლარი ღირს მარტყოფი. 3 ლარი წადი, 3 ლარი მოდი. ვერსად ვერ დარჩება, იმიტომ რომ არქიტექტურა ჯერ არ ვიცით რა მოხდება, როგორანაირად რა სიტუაცია იქნება. ჩავთვალოთ რომ კაი, მივიდათ და ჩააბარა რაღაცა. ისეთი რაღაცაა რომ სულ მუშა პროცესში უნდა იყოს, უფურცელი სუფანქარი და ესე ვერ ივლის რომ ხან იქ დარჩეს ყარი ვერსად ვერ დარჩება. იმიტომ რომ ამისი მაგიდა უნდა იყოს ხელშეუხებელი. კარგი მამალონით ვერ გაათენე. ხო და ეხლა წარმოიდგინე. 3 ლარი წადი, 3 ლარი მოდი, ეგ 6. რამდენჯერ დასჭირდება მეტრო და რამდენჯერ ავტობუსი, კაი. ჩათვალე რომ 4 ლარიც მაგისთვის, აი მოჭერით. 10 ლარი უნდა გზა. შეიძლება დილით რო წავიდეს საღამოთი მოვიდეს. მე თქვენ გეტყვით და ისევ ლარნახევარი ღირს ხაჭაპური ან რაღაცა რომ ბავშვმა შეჭამოს. კიდე სუმცი და წინაზე რაღაცა ვიყიდე 4 ლარი ღირს და საავადმყოფოში რო ვიყავი ამის წინ. ხაჭაპური იყო, რო შევჭამე, ვითომ წვენი არ მინდა მეთქლეს სუთხა, რო შევჭამე, გურზე დამადგე ხალხო, რა ვიცი, რითი აცხობთ ამ ხაჭაპურებს და იმეებს. რავი, აი არ ვიცი რა იყო და აი ჩამიცომდა და ან წყალი ან წვენი ხო უნდა მიაყოლოს არა 4 ლარი ღირსთან და 20 ლარით ჩათვალე აი მოჭერით უშვებ ყოველ დღე 20 ლარით და თვეში 100 ლარი არის მარტო გზა წარმოიდგინეთ და რა ვიცი სახელმწიფო უფასო იქნება ჟედალოწილო თუ უნდა გადამახდეინო ის ნახევარი კიდე მაინც სხვანაირად ვიჩალიჩებდი იმ გრანტებზე ან ეხლაც დაუშვით გრანტები, ან იმ ოჯახზე იფიქრეთ, რომელიც გაჭირვების გამო გაუხარდა და ღმერთ თუ რა მაგარია, რა მაგარი სახელმწიფო გვაქვს იზრუნა ჩვენზეო, ისიცა თქვი. არ ვიცი რა. ხო გეუბნებით ახლა. წინ რა უდგა იმ, ხო არის სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი რაღაცეები, რომ შენ თავზე ხარ დამოკიდებული, ისწავლი თუ რაც იქნება და როგორ გადაიხდი. წეღანაც ცუდი არ არის. მაგრამ ყველა ხო არ დაფრინავს, რატო
იმ ბავშვების იმაზე არ იზრუნებ, რომ როგორც თუ ისე იყოს, უფასო იყოს. ანუ მოუწევთ ეხა გაჭირებულ ოჯახებს, ვინც რო აი მე ღმერთო ცხელი როგორ მითხარ, რომ ვინც გადალახა და ჩააბარებს და რაღაცა რა მოუწევთ, რომ ვერ გადაიხდიან ის 3000 ლარით, იმიტომ რომ ერთი ბავშვი ხო არ ყავს. ერთი რო კაი. ხო, ზოგი სკოლაშია, ზოგი რაღაცა ის არის, მასწავლებლებია ის არის. ანუ გამოდის რომ მაგრად მოგვატყუეთ რა. იმიტომ რომ თუ ღირს 3000 ლარი და იქ 1500 თუ გადავიხდი და 2000 თუ გადავიხდი, რა სიკვდილად მინდა თქვენი 1000 ლარი იმასაც გადავიხდით. მაგრად მოიტყუეთ და მაგარი არასწორები ხართ. ეგრეთ წოდებული რა ვინც ახართ, რა ვიცი, რას გაიგებ ხა ვინ ახარ და ვინ რეებს აკეთებს. რა ვიცი, ჩემი აზრი ასეთია. წავიდი. თორე ბიძინა უჩიმოდალებს ყავს. დროებით. ხო, ბავშვი არის 3 და 400, ხო გითხარით? ხო გითხარით და მაგეწყდა. დამოიწყდა და ვცდილობ რომ ავკრძალო პური მაინც ბოლო კვირაში, იმიტომ რომ კიდე არ გაიზარდოს, მაგრამ პირველს რასაც ვაკეთებ პურსჭა. და საჭმელს რო რჩები, ცარიელ პურს ვაყოლებ. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რომ რაც გეკრძალება, იმას იღებ. მოგეთ, წავედი, აბა ჰე.